და მაგ უკვე გეგმა შეძენი დამთავრდა მსახურება დავტოვე ზღებს ყველას და ვეთქვი რომ მე ვტოვებ მსახურებას ამ დროს უფალიდან დაპარაკა ვზივართ ესე და ვზივართ ვფიქრობ რა უფალმა დაიწყო ჩემს გულში ლაპარაკი და მითხრა შვილო რატო არ გინდა შენი ცხოვრება შემოწირონე რატო არ გინდა შენი ცხოვრება და შენი სიცოცხლე სამსხვილოზე მოვიტანო და ისე იმ ცხადად ლაპარაკებოდა უფალი შენს გულს რომ ვიხვდი რომ ღმერთი მიწოდებს დამსახურებისთვის და მეუბნებოდა ის კი არა ლამას სიტყვებს რომ მოგეშინია და რაღაცა ცხოვრება მომემანე ეს ის ზღანდელი საგაუდელი რომ ის შეეყო ჩემ გულსაც რომ ღმერთი მომეწოდეს მე შენთან ვიქნები შენ როგორ სამსხვილოზე მოვიტანე თავი და მე უთხარი მაშინ უფალო აბადიე მე უნდა მემსახურო შენ ეხლა დაგიმოსვოთ და გეტყვით ასეთი წუთიანი ფიქრი რომ მსახურება ოდესღაც დავტოვო აღარ მომსვლიერებს იმ წუთიდან განაიმერო სიზნელები არ მქონია სიზნელების მქონდა ეხლა თქვენ გელაპარაკებით მაგრამ მაგედან რომ გავავალ რა საფიქრები იქით დასავლეთი და რაღაცები ციტამდელი მაქვს მართლა ერთ ეკლესიის მასშტაბით თბილისში ზოგან პრობლემაა ზოგან წულის ლაპარაკებით სოფლმა შორის არის იქ რაღაცა არის და ყველგან გიწევს ეს პირთი არის მაგრამ მე დღეს თავმოდ ფიქრადაც აღარ მომსვლი წუთის შემდეგ და მე მართლა ხშირად გეუბნები ამბობ რითი უძლებ ამდეს მე რითი უძლებ არაფერთ არ უძლებ ერთი რაღაცის ჩემს ცხოვრებაში უფალი არის ამენ უძლებ უფალი მასწავლებელი თუ უძლებ უფალი მასწავლებელი მე არ მეკვის ეს სხვებს უყვირთ ხოლმე როგორ უძლებ მე არ მეკვის რატომ იცით განაიმერო ძლიერება რა მეს მომეძალება ხოლმე ხშირად რაღაცა მაგრამ უფალი არის ვფასებო რომელიც გამხნევებს გამაგრებს და სიტუაციებს ისე აკეთებს ვფასებო რომ რაც უფრო ეწებოდი უფალს არა უფრო შედარდეს ამიტომ მინდა გითხრათ ვფასებო რომ პირველიდან ჩვენ ცხოვრებაში უნდა გავაკეთოთ რა მოდი ჩვენ ერთმანეთს ვფასებო ავაშენოთ ჩვენ რაზე არა სასწაულებზე და რაღაცებზე მოდი ჩვენ ერთმანეთს ავაშენოთ სიტყვა ღმერთის უპირველეს ყოვლისა ეს არის ბიბლიაში მოსაგები. მე მაგალითად ვციტები რომ არ წავს იმ ადამიანების და სხვადასხვა როგორი მძიმე პერიოდი მოდის ეხლა მინდა ცოტა ამაზეც გესაუბროთ რომ ისეთი დრო მოდის დღეს რომ არც თუ გარეშე მორწმული ადამიანები უღარდებიან. მორწმული ადამიანების სიტყვას კი აღარ უყურებენ დღეს თავიანთი გრძნობებით მოვლებიან. მორწმული ადამიანები დღეს აი ცხოვრებაში ლოგიკურად და ფერმიერება რა სტანდარტებს სთავაზობს იმ სტანდარტებით ცხოვრობენ. იქით უფრო მეტი მიდრეკილება აქვს. არიან პროტესტანტული ეკლესიები, რომელიც უბრალოდ არაფერ დაღართულია შეიძლება არც თრობას, არც სიგარეტს. მსახურებაში არიან სიგარეტს ეწევიან. ჩვენთან არ არის ეს რაღაცა. ჯერ უმეტყვა დაუბარჭდა. და როცა ლაპარაკი გქონია და საწერია ის არც ისერია ნარკოტიკი არ გაიგეთო, მაგრამ უნდა გავიგეთოთ. ბიბლიის კოლეჯში ვასწავლდი ქრისტიანულ ეთიკას და ამ საკითხზე ჩამოვარდა და შეკითხობდი ცალკე საწერია რომ არ შეიძლება მოწევა და ერთი უბრალოდ ძმა მეუბნება, არც გადაგებები არაფერი. სიგარეტის ყოლობს საწერია ძმა. ერთმა კახელმა საერთოდ ესეც ხო, როცა შეკითხობდი ესეც, რატო შეიძლება სიგარეტის მოწევაო და ბოლი რო გაიგოს, ბეჭის რობას გარეთ კი არ გავაკეთო. მოსიგული პავლეა, ყველაფერი შემიძლია გავაკეთო, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო არის. ეხლა ეს ჟარგონობის სამინისტრო, რაცო თუ იდის სიგარეტს თან გაფრთხილებს, რომ ეს მავნია, გეუბნა, შენი ჟარგონობის. შეკითხულობ ამას და კიდე ფულს აძლევ იმისთვის, რომ ის მავნე იყიდო, მოწიო შენ ჟარგონობას მიაყენო ზიანი. მოდი ახლა ვფიქროთ რა. ეს მოდი მასრადი ვიგდებს ასწავლოს. ამინ. ხო? შეიძლება იცი აყონე რა, მე გაიგები რო გასო. ახალგაზრდებში ხო არის ხო ეს ტერმინი რა. მაშაყერებ თუ რა შეიძლება. მაშაყერებს ეს მაგი ამ დროს. გეუბნება აგერ მავნიან და ამ დროს. შენ ფულს იხდი და ეწევი და ხითხითებს ეს მაგი. ხო. ზუსტად ასეა სულიერ საფარში. არც ის აწერია ნარკოტიკი არ გაიგეთო, მაგრამ უნდა გაიგეთო. საწერიაც მოვარ უნდა დავლიო. კი ბატონო არ დავლიო შეიძლება პირდაპირ არ წერია, მაგრამ
წაიკითხე იმის იქით რა წერია, არ დაითვლე ხო წერია? იქიდან მოდის, თხრობიდან მოდის რა? ყოველი ავერახსნილობა წერია რა? და ამ დროს როცა რელიგიურ ლიდერებს ეკითხებიან, ჩვენთან ყველაფერი შეიძლება, მოწევა შეიძლება, ოჯახის დანგრევას თურმე შეიძლება, გამიგეთ? და მიდიან იქამდე, რომ ზოგიერთი ეკლესია იმაზე სტანდარტიზებს დღეს, რომ ორი კაცი რომ მოდის ჰომოსექსუალისტები რა, მათ ჯვარი დაწერა. საიდან მოდის ეს ყველაფერი ასე? როცა მორწმუნე ადამიანები ღმერთის სიტყვას უწყობდებიან. ჩვენი საფრთხეები არის ბიბლია. ამენ. ღმერთის სიტყვაზე ავაშენოთ ჩვენი რწმენა და მით უმეტეს ეხლა ახალგაზრდას მინდა მივმართ რა რომ ეხლა მოდი შტიმით კი არ მოვარ ეხლა ვებიერი მოხუცები რასაც მოისმენენ ამ სიტყვით იკვებებიან და მათთვის ეს საკმარისი შეიძლება იყოს მაგრამ ახალგაზრდებისთვის ეს საკმარისი არ არის თქვენ ღმერთმა მოგცეთ გონება სიახალგაზრდები ჯანსაღე მოგცათ შეიძლება მეტი განათლებაც გაქვთ იკითხეთ ბიბლია ღმერთის სიტყვა იკითხეთ და თან იცით როგორ იკითხეთ ეს არის ისეთი ავტორიტეტი ხალხი როგორი მაგალითად წლები დიდი ბევრი წლები არ გასულა რომ ორი კაცი რომ ვერ არიგდებოდა სად მიდიოდნენ ხუთთან მიდიოდნენ უბანში ავტორიტეტი იყო და ის კურდი რო იტყოდა რა საშა და სპარტაკი თუ მოვიდნენ და ეტყობდნენ შავზე თეთრსა რა მათ ჟერუდათ რომ ავტორიტეტი იყო ეს მათთვის ხშირად ახალგაზრდების ასე ავტორიტეტები არიან სხვადასხვა ალბათ მუსიკის სფეროში მაგალითად შეიძლება ავტორიტეტი იყოს შენთვის ვინ ის ადამიანი და ბევრი ცნობილი მომღერალი არის რომ პირდაპირ სატანისტი არის ან ჰომოსექსუალი არის და შენთვის ის არის ომერი პატივსაცემლად ავტორიტეტი არის შენთვის მე ერთი რამ მინდა ჩემთვის ავტორიტეტი რომელსაც არ ვშინე ეს არის ღმერთის სიტყვა იესოს სიტყვა ეს ავტორიტეტი არის შენ ცხოვრებაში დანარჩენი ვინ რაც არ უნდა თქვას ერთხელ ერთი პიროვნება დამისდა ახლა დამთავრებული ქონდა ბიბლიის სკოლაში ჩამოვიდა და ამის და ლაპარაკობთ ახლა რა და დაიწყო ლაპარაკი ლიარდორმა ესა თქვა იმან ესა თქვა და ისეთი გადაგებულები ჩამოთვალა რომ რამოდენიმე წლის შემდეგ სათითაო დროს ყველა დაეცა და როგორ ბიბლიას ვისმენთ ყველაფერი კარგია დღეს ისეთი საინფორმაციო წყაროები გვაქვს ჩვენ მაგალითად ინტერნეტში შეხვალ და ბევრი მშვენიერი და კარგი გადაგებელია, მაგრამ ბევრი არ გადაგებელია. არ არის მისაღები. და თუ შენ მე თავში მოიღებთ და ერთ მოუბრალო სიტყვა რა ზიანი მომიტანა არასოდეს ისეთ უწარდები რა აზროვნებაში. ძალიან ბევრი ისეთი რაღაცა შემიძლია მოგვიგო. ვერთო მე და ეს ჩვენ მომართვა ინახო და არის. დებით? გამროს ახალგაზრდებს და ვინც უყურებს ამ ყველაფერს რა მათთვის ეს მისაღებია. რატომ არის მისაღები? იმიტომ რომ ბიბლიას არ იკითხავდა. ბიბლიას რო წაიკითხავ და პირველი ბიბლია იქნება შენთვის ავტორიტეტი, იცით როგორ ეკითხები ამ დროს. აი ხო არის ესეთი გამოთქმა რომ ოთახში რო შემოდიხარ. სადმე? კარგ სუნსა და მყარ სუნს რითი არჩევ შენ? კონსულტ ხო? გასიამოვნო რაღაც. რაღაცა გასიამოვნო. როცა შენ ბიბლიაში ხარ შევი და ღმერთის სიტყვა სიტყვით იზრდები შენი სულიერი ყნოსო ესეთია როცა შენ რაღაცას უსმენ შენი სულიერი ყნოსო და შედარება მინდა გავაკეთო შენ უკვე მიხვდი აქ რაღაცა ისე არის და შენ უკვე შეგიძლია გარჩევა კარგისა და ცუდის კარგის და ცუდის გარჩევა შეგიძლია შენ ამის გარეშე ზმნის მიერ ვერ გახდები ამის გარეშე ისე დაიქნები მიდიხარ ერთ-ერთი კითხა, იქით გადაიხარე, მე მეორე კითხა, იქით გადაიხარე და ხარ როგორც ხარის მიერ ატაცებული რა. ხო, რუბერი ჩემო რაც კიდე ეკითხა რა. ხარ აქეთ იხრები, ხარ იქით იხრები, ხო? მაგრამ უდოდ მткиცე. და როდის ვიქნებით მткиცე, როცა ჩვენ ვიზრდებით ღმერთის სიტყვით. მე ბევრჯერ მithქვია ასე რომ შეიძლება ბევრ კატეგორიას უსვინოთ ჩვენ და კარგი რაღაცების ვისაუბროთ. მაგრამ სულიერი ზრდა ადგილობრივი ეკლესიაში ხდება. სულიერი ზრდა, როცა შენ ადგილობრივ წყებს უსმენ, მაშინ ხდება. როცა შენი პირადი მოზიარობა და თუბალთან და კითხულობ ბიბლიას, მაშინ ხდება სულიერი ზრდა. დანარჩენები ჩავთვალოთ რა. დამხმარე საშუალებები. სკოლაში სხვასე იყო, სახელმძღვანელო და კლასგარეშე ლიტერატურა, ხო?
სახელმწიფო იყო მთავარი და კლასტარში ლიტერატურა იყო მეორადი, მაგრამ იქიდანაც ახლა ამით ვინც ხელმძღვანელობდა ის აფსებდა თავისუფლებას. ჩვენ შეგვიძლია მე მყავს მაგალითად ისეთი ქადაგებლები აზროვნებაში, რომ სიამოვნებით მოусვენ მათ და უსვენ როცა მაგრამ არიან ისეთი ქადაგებლები უსვენ, მაგრამ ხვდები რომ აი ეს კარგია რაღაცა თქვა, მაგრამ ეს რაღაც ვერ არის ისე. რატო არის, როცა კანონიკურ ზიგნებზე და არაკანონიკურზე გვაქვს ლაპარაკი რა? რატო აღიარებთ მაგალითად ღვთივსულიერად ერთ წიგნს და რატო აღიარებს მაგალითად მაგალითად უბრალოდ წიგნი ღვთივსულიერად? რატომ? იმიტომ რომ თელი მოძღვრება შეიძლება კარგი იყოს და კითხულობ. მაგრამ ერთ მომენტში არის ისეთი რაღაცა, რომელიც არ აქვს ქრისტიანულ სარწმუნოებას. ებრაელები რატო არ აღიარებენ? იმიტომ რომ ებრაული, ჩვენი რწმენა ებრაულ სარწმუნოებაზეა დაფუძნებული. და რატო? ებრაელი ხალხი ერთი ღმერთის თაყვანისმცემელი ხალხი იყო. და მათი წმინდა წერილები, რომელსაც ისინი აღიარებენ, რა, ჩვენ მათ ვეფუძნებით. მაგრამ არის იქ მიცვალებულთათვის ლოცვა და რაღაცა ესეთი რიტუალია რა. ებრაელები არ ცნობენ მას. რატო არ ცნობენ? იმიტომ რომ ის არ არის იმას დაფუძნებული. ეხლა ერთ როცა ვასწავლია, ერთი მეუბნები სტუდენტი, რომ აი რო კარგი რაღაცები წერია, კარგი წერია, კაცო ის კარგი შეგვიძლია ვიღოთ, მაგრამ რატომ არ აღიარებთ ღვთისმსულიერად? იმ კარგის თუ ერთი შეცდომა ის უკვე ღვთისმსულიერი არ არის, ხდებით? კი ბატონო, შეიძლება კარგი იყოს ბევრი რაღაცა. მიიღო, ისწავლო, მაგრამ იმ წიგნს ღვთისმსულიერად იმიტომ არ აღიარებთ, რომ იქ შეცდომა არის. ღვთისმსულიერად აღიარებული ბიბლია ეს არის უფასება. ის წიგნები, სადაც არ არის შეცდომა. და ჩვენ მას ვაღიარებთ შეუცდომელი და ღვთისმსულიერი. ეს იმას ნიშნავს, ის ავტორიტეტი არის ჩვენთვის. არის ბევრი ისეთი რაღაც უფასება და ჩვენ სულიერი ზრდა თუ გვინდა აქედან უნდა დავიწყოთ. თუ პირდაპირ შენ ხაზ გადაყლაპავ და ზღვა შეიძლება მომდეს სულიერად. მაგრამ ისწავლებელი და იმოც მე ეკლესიაში ნაყოფი არ ვიყავი. როცა სახარების კითხვა დავიწყე. ეს ისტორია არის ერთი მამაჩემი რომ განკურნება მიიღო, მე ჯარში ვიყავი, რომ ჩამოვედი ეს ყველაფერი ნახე. წიგნი წავედი ჯერ ეკლესიაში არ ვიყავი. და როცა ვკითხულობდი იმ წიგნს მამაჩემმა მითხრა შვილო, ეს წიგნი სხვა წიგნები არ წაიკითხა. წიგნების კითხვა, ეხლაც მიყვარს და მაშინაც მიყვარდა. მთელი ღამე კითხულობდი თუ წიგნი მომეწონა. და მამაჩემმა იცოდა ეს და მითხრა, იმ წიგნები არ წაიკითხა შვილო. როგორ წავიკითხე? როცა სანამ წაიკითხავ, უხლი მოიდგება უფარს უთხარი. რომ გადიხსნას, რომ ეს წიგნი სულ წიგნი არის დაწერილი. მე არ ვიცოდი რა, ეკლესიაში დომობის არ ვიყავ. მაგრამ მოიდგებოდი ხოლმე, ნუ მამაჩემი სიტყვის მიხედვით და გადიხსნა დაწერილი და ვკითხულობ. ეკლესიაში მომოვედი. და გადაგებულს ვისწრებდი, იცით რამდენი რაღაცაა ჩემთვის სულ. გაცხადებული იყო ძირითადი ქრისტიანული ჩემთვის რწმენა, რა თქმა უნდა. დეტალები და მოძღვრება და დოქტრინები არ ვიცოდი, მაგრამ გაცხადებული იყო ძალიან ბევრი რა. ღმერთის ზრდიშოს სულიერ თავის სიტყვის მეშვეობით. ამინ. ამინ ვფასებო. რამაც მოსე წმენის მამაკაცად აქცია, ეს იყო ღმერთის სიტყვის მოსმენა. და არა მარტო ვიკითხოთ. მოსმენა მარტო ის კი არა, ყური დროსაც ისმენ ჩვენ. მოსმენა არის ის, როცა ჩვენს გულს მზადყოფნაში გავშლიდან უფალო. მე მინდა მოგისმინო შენ. მე მინდა შენ ცხოვრებაში აღსრულდეს ეს. მე მინდა შენ ემსახურო. მე მინდა ამ სიტყვის მადლი მოხდეს შენ ცხოვრებაში. ამინ. ღმერთი აი ამ მზადყოფნაში მყოფ გულებს აკურთხებს და ღმერთი მომდის მას ცხოვრებაში. ამინ. კარგი, თამთამას ძალიან ბევრი შეიძლება საუბარი თვითასებო. ამიტომ გვაქვს სულმა რომ ღმერთი იყოს უპირველეს ყოვლისა ჩვენ ცხოვრებაში მისი სიტყვით და გამდიდროს მისი სახელით.